მოგესალმებით ნიკოლას, მადლობა რომ დათანხმდით კენგურუს ინტერვიუს. პირველი შეკითხვა გვექნება, საიდან ხარ, წარმოშობით და რატომ აირჩიეთ საქართველოს? წარმოშობით ამერიკელი ვარ და ჩრდილოეთი კაროლინიდან. მოვედი საქართველოში, იმიტომ ყავდა, ჯერ მყავს ეს მეგობარი თბილისიდან, ვინც ახლა ცხოვრობს და სწავლობს უნივერსიტეტში ამერიკაში, სადაც მე იმავე ადგილზე ცხოვრობდი ამერიკაში და მითხრა ამ პროგრამაზე, რაზე ელეობა მიდიხე ახალციხეში 2 წელი და მაშინ როცა მითხრა ამ პროგრამაზე First Things Foundation ეგ არის რატომაც აქ მოვედი საქართველოში და ძალიან მომეწონა ჩემი დრო მესხეთში 2 წელი. გასაგებია. კეთილი ნიკოლას, გაგვიზიარეთ თქვენი ემოციები და თქვენი გამოცდილება საქართველოში. როგორი იყო, როგორ ძნობთ თავს და რა მოგწონთ ყველაზე მეტად ქართულ ხალხში? საქართველოში, როცა ვცხოვრობდი აქ, ახლა უკვე 2 წელი და ნახევარი რაც ძალიან მომწონს, არის ხალხი თქვენი სტუმართ მოყვარეობა და უფრო უბრალო ნელი ცხოვრება ვიდრე ამერიკაში. ამერიკაში სულ ვჩქარობთ და არ არის ასევე სასიმოვნო ცხოვრება და მაგალითად როცა ახალციხეში ვცხოვრობდი, უფრო კეთილი მწყნარი სიტუაცია მქონდა. ახლა თბილისში ვგრძნობ განსხვავებას ვიდრე ახალციხეში და მაინც თუ თბილისში ხარ, თუ ახალციხეში, თუ ქუთაისში, სადაც იქნებით საქართველოში ძალიან კეთილი გამოცდილება გექნებათ და ასეთი სიტუაცია არის საქართველოში, რომ ქალაქში შეგიძლიათ იყოთ თან ბუნებაში, ძალიან სწრაფად და უფრო ძველი კულტურა გაქვთ. ამერიკაში აღარ გვაქვთ ასეთი ჯერ ვსწავლობთ თქვენს ტრადიციებს და ასეთი თუ გინდათ ასეთი გამოცდილება მოხვედით საქართველოში აბსოლუტურად. როგორ შეისწავლეთ ქართული? როგორ შევისწავლე? შევისწავლე კი არა, ჯერ ვსწავლო, მაგრამ ოჯახებში ვცხოვრობდი 2 წელი და როცა ოჯახში ვცხოვრობ, სხვანაირი სიტუაცია არის. ამერიკაში თუ ვიგნებოდი და ვცდილობდი ქართული ენის სწავლას, მაშინ სხვანაირი განვითარება მექნებოდა. მაგრამ როცა ოჯახებში ვცხოვრობდი სოფელ უდეში და ქალაქ ახალციხეში და თან მყავდა მასწავლებელი უფრო სწრაფად მოვახერხე ქართული ენის სწავლა. გასაგებია, ესე ბუნებრივად მოხდა ისე რომ თან შეისწავლეთ ქართული და მე პლუს მასწავლებლის დახმარებითაც უფრო გაიღრმავეთ ცოტა. ძალიან კარგი. ძალიან კარგია და მოდი ახლა ბოლოს ვისაუბროთ ნიკოლა როგორც გურუ კენგურუში და ვის შესახებ შეძლებთ რომ თქვენ დაიხმაროთ ჩვენი გავლით, კენგურუს გავლით, თუნდაც ამერიკელებს, თუნდაც ქართველებს და თუნდაც რა შეგიძლიათ რომ ასე ვთქვათ მათ შესთავაზოთ. აბსოლუტურად შეუძლიათ დამიკავშირდნენ და ამერიკაზე თუ სხვა ადგილებზე საქართველოში შემიძლია დავსკვნა მათთან ერთად და გავიზიარო ჩემი გამოცდილებები აქ და იქ ამერიკაშიც. ძალიან მაგარია. ასე რომ შეგვიძლია რომ უკვე ამერიკელი გურუც ყავდეს ჩვენს ქსელში და ჩვენ დავეხმარებით არა მარტო რომ ამერიკაში წავიდნენ, უკვე ამერიკიდან ჩამოყვანაშიც მივიღებთ დიდ მონაწილეობას. ერთადერთი დიდ მადლობას გიხდით ნიკოლას. მჯერა რომ კიდევ და კიდევ უფრო ძალიან კარგი გამოცდილება გექნებათ საქართველოში და კონკრეტულად თბილისში და კონკრეტულად ახალციხეში. წარმატებები. მადლობა.